ციხე გისოსებისა და მავთულხლართების გარეშე შეუერაღებელი ბადრაგი და ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაა ზონა, სადაც პატიმრებს შაბათ-კვირის საკუთარ სახლში გატარება შეუძლიათ. სურვილის შემთხვევაში სწავლობენ ხელობას და საქმდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საამქროებში. ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია, რესოციალიზაციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუშაობენ. დეტალებს გენო ოსიყმაშვილი გიამბობთ. აბა როგორ ჩაიარა გასაუბრება? შეიძლება ითქვას, რომ კარგად. შედეგები ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. 56 წლის განათლებით იურისტი მანანა კალანდია პოლიციის მაიორი იყო. წლების განმავლობაში აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა და კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. თუმცა 2006 წლის 17 დეკემბერს 12 წლიანი სასჯელით ციხეში აღმოჩნდა. 6 წელი და 6 თვე რუსთავის ქალთა კოლონიაში გაატარა. შარშან კი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც ამბობს საპყრობილიდან გამოსულს რეალობასთან შეგუება გაუჭირდა, მაგრამ იმედს არ კარგავს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამაში ჩაერთო დღეს ახალი სამსახურის დასაწყებად გასაუბრებაზე იუსტიციის სამინისტროშიც მივიდა. დღეს საკუთარი თავი უნდა წარმოაჩინო, საკუთარი შესაძლებლობები. ჩემი ასაკის ადამიანისათვის ცოტა რთულია ამის გაკეთება, მაგრამ მაინც დავძლიე თავს და შევძლე გადამელახა ის ბარიერი, რომელიც საკუთარ თავზე საუბარსა და საკუთარი ღირსებების წარმოჩინებას შორისა და თავმდაბლობას შორის დგას. 70 წლის ოლეგ ჟვანია. ისიც ყოფილი მსჯავრდებულია. 2011 წლის 26 მაისის დარბევის შემდეგ მისი კუთვნილი საწყობის სახურავზე სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის გვამები იპოვეს. როგორც ამბობს პოლიცია, მისგან იმის აღიარება მოითხოვა, რომ ელექტროგაყვანილობა მწყობრიდან იყო გამოსული და მომიტინგეების გარდაცვალებაც ამან გამოიწვია. უარყოფითი პასუხის შემდეგ კი 6 თვე ციხეში აღმოჩნდა. იქიდან გამოსულს უკვე პრობაციონერს საწყობი გაპარტახებული დახვდა. თუმცა შარშან იუსტიციის სამინისტროს დანაშაულისა და პრევენციის ცენტრის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. გაიმარჯვა და მიღებული თანხით საწყობი აღადგინა. კონკურსში მონაწილეებს უნდა დაესამთვრებიათ ეკონომიკურად ამა თუ იმ ობიექტის სარგებლიანობაც და კიდევ სასურველი იყო თუ ამ ობიექტში დასაქმებდებოდა ყოფილი პატიმრები. მუშაობს ეს ობიექტი და რამოდენიმე ადამიანი დასაქმებია. მანანა კალანდიასაც და ოლეგ ჟვანიასაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი აერთიანებს. 2012 წლის დეკემბერში შექმნილი იუსტიციის სამინისტროს სიპი ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია, რესოციალიზაციაზე მუშაობს. ცენტრის მიმართულებებია ფსიქიკური და ფიზიკური ტრავმების დაძლევაში დახმარება, სოციალური უნარების ამაღლება, გადამზადება და დასაქმება. ხელმძღვანელი ჯონი კვინიკაძეა. ამაყობს, რომ 2 წლის განმავლობაში 103 ყოფილი მსჯავრდებული დაასაქმა. თუმცა ამბობს, რომ პრობლემები ძალიან ბევრია. როდესაც უმუშევრობა ამხელა და შემიძლია დავასაქმო არა ყოფილი პატიმარი ან ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ესეთ უხეშ ტერმინებსაც იყენებენ, რატო უნდა დავასაქმოთ თქვენი ბენეფიციარი და ჩვენი პასუხი ამაზე არის ერთი. ანუ ესე იგი ფსიქიკურად ჯანმრთელია, დანაშაულის რეციდივის, ან საერთოდ დანაშაულის ჩადენის რისკი დაბალია და რაც მთავარია, პროფესიულად გადამზადებული. სტერეოტიპული წარმოსახვა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, რომ ისინი არიან საშიშები. ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია, რესოციალიზაციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუშაობენ. მათ შორის ერთ-ერთი კი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთია. ორგანიზაცია ყოფილი მსჯავრდებულებს გადამზადებაში და მცირე ბიზნეს პროექტების დაფინანსებაშიც ეხმარება. თუმცა ამის მიუხედავად თია კაჭარავა ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ყოფილი პატიმრების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაა. ჩვენ წინა პროექტში ყავდა 20 მსჯავრდებული აყვანილი ბენეფიციარად. ძალიან გაგვიჭირდა ამ 20 ადამიანისთვის ორგანიზაციების პოვნა, რომლებიც დაგთანხმდებოდნენ სტაჟირებაზე. მე არ დავასახელებ რა თქმა უნდა ამ კომპანიებს, მაგრამ იყო კომპანიები, რომლებმაც ვარ ითქვეს სტაჟირებაზე იმის გამო, რომ ეს ყველაფერი შეეხებოდა ყოფილ მსჯავრდებულს. ციხე გისოსებისა და მავთულხლართების გარეშე შეუიარაღებელი ბადრაგი და ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ეს უკვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაა. ეს არის ზონა, სადაც პატიმრებს შაბათ-კვირის საკუთარ სახლში გატარება შეუძლიათ. სურვილის შემთხვევაში სწავლობენ ხელობას და საქმდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საამქროებში. არის ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანმა, ასე ვთქვათ, გაიაროს, მსჯავრდებულმა გაიაროს რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის სრული პროცესი, რათა სრულფასოვან ადამიანად დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ეს დაწესებულება ასრულებს გარკვეული ხიდის ფუნქციას, ესე ვთქვათ, მსჯავრდებულებსა და სხვა დანარჩენ საზოგადოებას შორის.
პატიმრების რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. დანაშაულის პრევენციის ცენტრი ამას საკუთარ გამოწვევად თვლის. თუმცა სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის თანხმდება, რომ პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა ყოფილი მჟავრდებულების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს. მე ადამიანები მიყვარს და თუ მათი დახმარება, თანადგომა ან სხვა რაიმე გზით შემიძლია ადამიანებს ხელი გაუწოდო, ამისათვის უკან არასოდეს დავიხევ მიუხედავად მათი დამოკიდებულების.